თუ არის მაგალითად ჰიპერმზრუნველი დედა და მოდესპოტო ტიპის ან თუნდაც ინფანტილური მამა და პირიქით უამრავი ვარიანტი შეიძლება იყოს არ არის სოციალური უნარჩვევები ის რას განიცდის მოლაპარაკების უნარი არ აქვს იმისათვის რომ მე შენ მოგელაპარაკო მე უნდა მქონდეს გარკვეული არგუმენტები და მე უნდა შემეძლოს ემოციების მართვა ბავშვს არ შეუძლია ემოციების მართვა მას არ შეუძლია არგუმენტების დაგროვება და მისი დროულად და ლოგიკურად, რენტაბელურად გამოყენება. შესაბამისად, ეს ადამიანი ინფანტილური, რომელსაც შეიძლება ქათინაურად უთხრა, რომ ისეთი ბავშვურია, ანუ გულწრფელია და გულახდილია, ის საზოგადოებისთვის საშიში შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ემოციებს ვერ მართავს. შესაბამისად ემოციას აყოლილი რაციონალურს გადაახტება და ჩაიდენს დანაშაულს. იმიტომ რომ მოლაპარაკება არ შეუძლია. და ვინაიდან ის ემოციას აყოლილი ვერ მოელაპარაკა, პირდაპირ გაიწევა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და მით უმეტეს თუ მაგალითად ასევე სპორტზე ანასიარულები და კუნთები აქვს და თან იარაღი აქვს, ანუ ბავშვური და ინფანტილური პოტენციური დამნაშავეა.